მე ხა ბუნებრივია არც ესე რომ ვთქვათ სამართლებრივ მხარეზე ვერ ვილაპარაკებ გამოძიების მხარეზე ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც არის კითხვები, ხო? მე მაინტერესებს ამ ბოლო პერიოდში რა დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, ხო? რამაც ხელისუფლებას, უпростоროდ ამ სამართალდამცავ სისტემას აი ეს დღევანდელი განაცხადი გააკეთებინა, ხო? თუ ესეთი გარემოებები ბოლო პერიოდში არ არის გამოჩენილი, მაშინ ჩდება კითხვა და აქ უკვე გადავდივარ პოლიტიკურ ნაწილზე, ხო? ჩდება მარტივი კითხვა, რასთან გვაქვს საქმე საერთოდ რაღაც გამოძიების პროცესთან გვაქვს საქმე თუ გარკვეულ გააწყვეტილებებთან შიგა ესე რომ ვთქვათ სახელისუფლებო დაპირისპირების კუთხით გადაძალვაზე, ხო, რომელი დაჯგუფება იმარჯვებს და რომელი აგებს, ხო? ხა ამას ემატება ის რომ გასაგებია რომ გარკვეული კრიმინალური კლანი იყო დაინტერესებული საქმის ამ კუთხით წარმართვით, ეხლა საერთოდ კრიმინალურ სამყაროში არ არის მიღებული აი ამ ესე რომ ვთქვათ საგამოძიებო სისტემის გამოყენება თუნდაც ესე რომ ვთქვათ შურისძიების პროცესში, ხო? ისინი სხვა მეთოდებით აკეთებენ ამას, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ეს ყველაფერი აღრეულია, სად კრიმინალია სამწუხაროდ საქართველოში და სად ხელისუფლება, უკვე ამის გარჩევა ჭირს, იმდენად არის ყველაფერი ერთმანეთში აზელილი, ხო? და პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, რაც ყველაზე საინტერესოა ალბათ, ხო? პოლიტიკურ ნაწილში იმას გეტყვით, რომ დიდ სურათს რო შევხედოთ, რა პროცესში ვართ საერთოდ. ბიძინას ირგვლივ, ბიძინასთან ასოცირებული ვინც იყო, ხო? ანუ ბიძინას ინტერეს ჯგუფი, მოდით ესე ვთქვათ, ხო? მეთოდურად ნადგურდება ყველა, ანუ ფაქტობრივად ხდება, მიმდინარეობს ბიძინას სტერილიზაციის პროცესი და ამ პროცესს წარმართავს რაღაც ჯგუფი, ხო? გასაგებია, რომ პოლიტიკური ინტერესი რა არის, რომ ბიძინას შებოჭვა, საბოლოოდ შებოჭვა და მისი, ესე რომ ვთქვათ, შევიწროება, მინიმუმ შევიწროება ძალაუფლების აი ამ აბსოლუტთან დაკავშირებით, ხო? ამ პროცესთან გვაქვს საქმე, ესეც ამის ერთ-ერთი ნაწილია, საბოლოო სამიზნე, რა თქმა უნდა, არის ბიძინა და ამას აწარმოებს გარკვეული დაჯგუფება. ეხლა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გასაგებია ეხლა რომ აი ამ ეგრეთ წოდებული ახალი თაობის, ხო, მწვანე თაობის ხელით კეთდება ეს ყველაფერი, მაგრამ მათ უკან რაღაც ძალები დგას, ხო, და ეს ძალები ეხლა მე ზუსტად ვერ გეტყვით კრემლში ზიან თუ იტალიაში თუ კიდე სხვაგან, მაგრამ ეს არის ესე რომ ვთქვათ გარკვეული კრიმინალიზებული დაჯგუფება, რა თქმა უნდა პოლიტიკოსების და ესე რომ ვთქვათ ავტორიტეტების მონაწილეობით ალბათ FSB-სთანაც კავშირში. ეხლა მეორე დაჯგუფებაც არ არის, ვისაც ისინი უპირისპირდებიან, ისინიც დაახლოებით ისეთივე ესე რომ ვთქვათ ნაზავია, მაგრამ ფაქტია, რომ აი აქეთ მიდის ყველაფერი, რომ მიმდინარეობს ბიძინას სტერილიზაციის, შიგა სახელისუფლებო გაგებით სტერილიზაციის პროცესი, ამ დაჯგუფებას როგორც ჩანს აქვს გარკვეული არგუმენტები, ეს პროცესი გაიწელა გარკვეულწილად, მაგრამ საბოლოო ჯამში დაკვეთა შესრულდა, ხო? ანუ გარკვეულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ თავისი გაიტანა, რასაც ბატონია, აი დარწმუნებული ვარ თქვენ გარშემოც არის ამგვარი მოსაზრება, რომ ეხა რაღაც აი ახალი, თქვათ, ახალი კონცეფცია, აი ოცნების რაღაც ახალი ფრთის მოძლიერებას ადევნებს თვალს საზოგადოება, ხო? მაგრამ აი რაც ხდება იგივე აი ეს რაც გამოდის ეს საქმეები მზის სინათლეზე, თუნდაც საბოლოო ჯამში ფარცხალაძის, ლილუაშვილის, ღარიბაშვილის ყველა სამ განსასჯელის კამებზე აღმოჩენა, რა ტიპის დასკვნის საფუძველია თავად ქართულ ოცნებაზე? ანუ ახალ კონცეფცს თქვათ გქონდეთ პრეტენზია, რომ ისინი სტერილურები არიან აი ამ ყველა პროცესის მიმართ, კორუფციის და ასე შემდეგ. ანუ ეს სწორი აღწერა იქნებოდა არსებული ვითარების? არა, ეხლა ეს არ არის, იმიტომ რომ ეხლა ეს
ახალი ჯგუფი, რომელიც დისტანცირებულია, ხო, გარკვეულწილად აი იმ კორუფციის, სისტემური კორუფციისგან დისტანცირებული იყო, მაგრამ ესეც გარკვეული ჩანაფიქრის ნაწილი იყო, ხო, გარკვეული გეგმის ნაწილი იყო, რომ ისინი ნაკლებად ყოფილიყვნენ გასრულები, მაგრამ საბოლოო ჯამში ესენიც ხო სისტემაზე მუშაობენ, ხო და ის ძალა, რომელიც პრინციპში ამ პროცესს წარმართავს, არა თუ უკეთესი არ არის იმაზე, რაც იყო, ხო? აი თუ ჩვენ დღეს ციხეში მჯდომებზე ან ციხისჯვრის გამზრდებულებზე ვილაპარაკობ, არამედ ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით, ბევრად უფრო ბოროტი ძალაა და ბევრად უფრო ბინძური ძალაა. ვისი ესე რომ ვთქვათ, ვინც მართავს მთელ ამ პროცესს, ხო? აი მოგენატრებად მამაც უბრუნდებით, ხო? იმიტომ რომ კი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ბოროტების განსახიერება საქართველოში, ხო? მაგრამ დამერწმუნეთ, ბიძინაზე უარესებიც არსებობს და ზუსტად ამ უარესებთან გვაქვს საქმე დღეს მდგომარეობით, ჩემის აზრით. ჩვენი ამოცანა რა არის სახელმწიფოებრივი, რომ არც ერთი იყოს და არც მეორე, ხო? და არა ის, რომ ორი ბოროტება ერთმანეთს ებრძოდეს და უფრო დიდი ბოროტება იმარჯვებდეს. ეს ხო არ არის ჩვენი, ესე რომ ვთქვათ, მიზანი. ეს ჩვენ არ უნდა თავისთავად ეს არტოვებს ოპტიმიზმის საფუძველს, ან სიხარულის საფუძველს. იმიტომ რომ ორ ბოროტებას შორის ბრძოლაში ყოველთვის უფრო დიდი ბოროტება იმარჯვებს, ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. გასაგებია. ეხლა ბატონო გია, კიდევ ერთი კითხვა მინდა ბოლოს დაგისვათ, ეს ეხება ასევე განსასჯელის სკამზე მყოფები პირების მიცემულ ჩვენებებს, თქვათ, ერთმანეთის წინააღმდეგ კონკრეტულად, ხო? აი ამაზე რა შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ? აი ვინ ვის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ინტერესი, ხო? შესაძლოა სწორედ აი ერთმანეთის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების საფუძველზე ვხედავთ ჩვენ საბოლოო დამდგარ გადაწყვეტილებებს. აი რა პროცესია ეს, როგორ ის რომ ვირთხები ეხა ბევრი არიან, ხო? ვირთხები გემი რო იძირება, ვირთხები გარბიან ხოლმე. ეხა მე ესეთი ჩვენებები რა თქმა უნდა არ გამიკვირდება, ხო? ერთმანეთზე მიცემული თავის გადარჩენის ან სხვა მიზნები, თუმცა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რომ რაღაც ვირთხებზე ვისაუბრო. ერთადერთი შემიძლია გითხრათ აი ეს პოლიტიკური კონტექსტი, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაპირისპირება ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის, ხო და ერთ-ერთი კრიმინალურ დაჯგუფებას აღმოაჩნდა მეტი არგუმენტი იმისათვის, რომ თავისი გაიტანოს. აქ არ არის ამოცანა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კრიმინალური დაჯგუფების ამოცანა ამ შემთხვევაში არ არის, ესე რომ ვთქვათ, სამართლის განხორციელება, ან თუნდაც შურის ძიება, ხო, საკუთარ ოჯახის წევრებზე ან რაღაცა. მათი ამოცანა ამას, იმიტომ რომ ეს ამოცანა თუ ქონდათ, ამ ამოცანას ბევრად უფრო მარტივად ასრულებს ხოლმე კრიმინალური სამყარო, ხო? ანუ ერთი გუნდის, ასე ვთქვათ, აღქმა სტოვებდა შესაძლოა და ახლა სხვა რეალობაზე მიუთითებს აღნიშნული სურათი იგივე ეს წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები, დიახ. მათი ამ დაჯგუფების ამოცანაა ძალის დემონსტრირება და ძალაუფლება და ფული საბოლოო ჯამში, ხო? იმიტომ რომ მათ დაინახეს გარკვეული სისუსტე და ამ სისუსტეზე ზემოქმედების ბერკეტებს ამუშავებენ. მეტი არაფერი არ ხდება. საბოლოო ჯამში ამოცანა რა არის? ამოცანა ქონების გადანაწილება და კონტროლს კიდე ჭირდება ძალაუფლება, ხო? აი ეს არის მეტი არაფერი არ არის. და ბიძინა როგორც ჩანს დაუშვა საკმაოდ სერიოზული შეცდომები ბოლო პერიოდში, რითაც ამ დაჯგუფებას მისცა არგუმენტები, ასე რომ დღეს საუბარი ბიძინას განუყოფელ ძალაუფლებაზე უკვე ღრმად არასერიოზულია. მიდის ძალიან სერიოზული შიგა ბრძოლა და კვანძის გახსნამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი. კვანძის გახსნა ივანიშვილთან მიახლოებაა? ივანიშვილს უკვე მიადგენ ჩათვალეთ რა. ხო და ესე რომ ვთქვათ, მაგრამ კვანძი ვისასარგებლოდ გაიხსნება, ჩვენ წინასწარ ნუვიტყვით, ხო? კიდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მიდის ბრძოლა და ეს ბრძოლა არის ძალიან სასტიკი. მე თოფის გავარდნასაც ესე რომ აღარ გამოვრიცხავ უკვე, ხო? იმდენად სასტიკი ბრძოლა მიდის. დიდი მადლობა ბატონ გია, დაგემშვიდობებით. გია ხუხაშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში რეკლამაზე გავალთ და